დღეს ვარ ბეკასთან და უნდა დავაგებინოთ გემრიელი მაჩა. პირველი დესი. ბეკა პირველი დესი რა არის? კაი გამარჯობა. ესე იგი, რადგან ჩვენ გვინდა მოვუზადოთ კარგი მაჩა, ამისთვის პირველი დესი არის ის, რომ სწორად შევარჩიოთ მაჩა, რომელიც უნდა გამოირჩეოდეს თავის ფერით, ან უნდა იყოს მოყავისფრო ან მოყვითალო, უნდა იყოს ხასხასამწვანე და ძალიან საფრთხილი. ვიახლოვე. ჩვენ მეორე წეს კი იქნება. დავისხოთ მომზადება? დავისხოთ. ბეკა ესე რომ ვიცი, მაჩის მომზადების დროს ყველაფერი უნდა იყოს ზუსტი. როგორ ეს თქვი ახლა პირველი დესი ეგ არის, რომ კაი მაჩა, კაი არჩეულის მაჩა უნდა გქონდეს. ესეთი ჩვენ ესტერენებს უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ გუნდა აგერაც ეს თუ ჩანს კამერაში. ესენი არ უნდა არსებობდეს. ეს გუნდა ყველა უნდა იყოს გახსნილი. როგორც ვიცი ბეკა, წყალის ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვთქვით 70-60-დან 80 გრადუსამდე ამ შორებში არის იგივე. 75 არის ალბათ კარგი. 75. კეთილი დავამზადე. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ ჩვენ წყალს ვამატებთ, ეგ უნდა იყოს თბილი წყალი. არის თბილი წყალი. აგერს დარჩება. დაც ვამატებ 40 გრამი წყალი. მაყურებელს გაუვადოთ და თერმომეტრით შეწყვეტს წყლის ტემპერატურას, გადაგებული წყალი შეგვიძლია დაუშვათ თამოხილ რომანობაში დაახლოებით 3-4 წუთი და შემდეგ უკვე თავისუფლად შეგვიძლია უკვე მიწით გავუძახოთ. ჩვენი მაჩას მუსარები ზათ არის და მესამე წესი. მესამე დესი. ხელის მორება. ესე რომ ეს ზიგზაგი დაბელიობით უნდა გქონდეს მოზავის. ბეკა სურათ ვაგაზე? ერთი წამი. სურათ. კი, აი და 一阴一阳的味道仔细东来，明码标价的那些误会黑金白。ხო ხა ეს მიშის ხეს გავაგზავნოთ. A few moments later. კარგად აკაბდა ჩვენი მაჩა. კაბზათა? შვენიერს ხო, რა კარგი ფერია. კონსისტენცია, ნიკა. აჰა, ესეთი ფერი ლამაზია. თავარი დაგემოვნება მაჩა. დღეს მინდა შემოგთავაზოთ მაჩა ლატე. მე ზოგადად მაჩა მიყვარს ზიანი და ამიტომ ბეკა მაპატიე, ვიცი რომ ზიანი მაჩა არ გიყვარს, შენ ესე ფიურად უფრო სკირჩევნია. Cheers, bro. დაგიმოთ. განსასწრებული ტონები ეს ერთად თურმე ჩემია. მართლა, სორი მომზადება, რამდენად არის განსხვავებული. ურჩევ რომ ზესთან ერთად ლაპე. რამდენად არის განსხვავებული სორი მომზადება და არასორი მომზადება. კარგი. ძალიან დიდი განსხვავება. ალბათ ცოტა გამოცდილების დაგროვებაც არ იქნება და მაჩაში შეჩები შეგვიძლია, იმიტომ რომ თუ ხარისხიან მაჩას არ შეადარვა. დაბალი ხარისხის მაჩა პრაქტიკაში შეუძლებელია არ მოგიწევს, რომ ეს პირველი ჯერზე. ეს ხელი რა მაგრად ხდება.